ეუთოდის საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაკავებებსა და გასამართლებებს. მოუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველი აღნიშნულია ეუთოდის დირექტორის განცხადებაში. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეუთოდირმა გასულ წელს იურიდიული შეფასებების ჩარჩოებში საქართველოს ურჩია გაეუქმებინა ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების კანონი და გააფრთხილა, რომ ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავდა. ამასთან ეუთოდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება. მიუხედავად ამისა, ეუთოდირში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოსაგზავნონ, თუ ხელისუფლება მოწვევას დროულად გააგზავნის. ამ რეჟიმის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არანაირ არჩევნებს ის არ ატარებს და აქედან გამომდინარე კარგად ვიცით ყველამ, რომ ჯერ კიდევ 2024-ში რაც გააკეთეს, ის იყო რუსული სპეცოპერაცია. მიხეილ სააკაშვილს მიემატნენ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჩვენი ახალგაზრდები, პატრიოტები ციხეში სხედან. გრძელდება კრიმინალური თავდასხმები საქართველოს მოქალაქეებზე და არავინ არ არის გაუმძიებელი ამ კრიმინალური აქტებისა. რა თქმა უნდა, თეოდორის ჩამოსვლა, ანუ დაკვირვების მანდატით არის მნიშვნელოვანი. იმის ფონზე, რომ კანონები არის სრულად მორგებული საკუთარ თავზე, როგორც ამას ნაცმოძრაობის რეჟიმი აკეთებდა ბოლო წლებში. იმის ფონზე, რომ პოლიტიკური პარტიები ყავს ქვეყანაში 70-მდე, აქედან 6 არის პოლიტიკური ლიდერი და იმ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, რომელიც წლებია უკვე, რომელსაც ოცნება აწარმოებს, ნამდვილად არ მიკვირს, რომ ისინი არ აპირებენ, ყოველთვის ჯერჯერობით ასე ამბობენ, რომ არ აპირებენ ეუთოდის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. ეუთოდის სადამკვირვებლო ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არსებობს საერთოდ. მათი შეფასება 2024 წლის არჩევნებზე იყო ყველაზე მეტად კრიტიკული, აბსოლუტურად ყველაზე კრიტიკული, რაც მე ოდესმე მინახავს და როგორც დარგის ექსპერტი გეუბნებით, რომ ესეთი კრიტიკული არც ერთი შეფასება არ ყოფილა. ქართულ ოცნებას ბუნებრივია არ სურს, რომ მას მიუთითონ იმის შესახებ, თუ რას აკეთებს, როგორ არღვევს, როგორ აყალბებს არჩევნებს. მისამართი ეშლებათ. წყაროს არ ეძებენ, პრობლემის წყაროს არ ეძებენ იქ, სადაც რეალურად არის ამ წყაროს პრობლემა, ეს ერთი და მეორე, დიახ 20 წლის განმავლობაში რო შეუბრუნოთ, ასე ვთქვათ, სიტყვა 20 წლის განმავლობაში პირველად ხდება, როდესაც ეუთოდის დასკვნა უბრალოდ დახიეს და პოლიტიკურ სანაგვეზე გადაარჩეს. როდესაც ასე თვეების განმავლობაში გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად ხევენ და ძირს უთხრიან ეუთოდის რეპუტაციას, მაშინ ნუ გავკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან. კარგი იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლებისგან გამოიშვერენ ხელს, არამედ მაგალითად გაიშვერენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისკენ და კითხავენ, რატომ ეწინააღმდეგებიან. ხოდა დისკუსიები, ხო? არაერთი დისკუსია, მათ შორის ახლა პორტუგალიაში, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ გაცოფებულები, რატო არ უნდათ ეუთოდი ჩამოსულიყო აქ. თუ ეუთოდი მიაჩნიათ ობიექტურ დამკვირვებლად და თუ ეუთოდი მიაჩნიათ, რომ მისი სიტყვა გადამწყვეტია ასეთ ვითარებაში, თუ გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანია, მოდი 24 წლის დასკვნა აღიარო იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ჩვენ მოგვიწოდებენ ეუთოდის გავაკეთოთ სწორება და დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება ნახევარსაათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობას. ეუთოდის თავმოყარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეურაცხმყოფილები, რომ 24 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ და მოისროლეთ სანაგვე ყუთში. აი მე გავაგზავნე განჩენ საუბარი. და მანამდე არ არის ამის გაკეთება. არც ერთი სახელმწიფო და მეთორმეტე საქართველოს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე მოხდეს ისეთი, რომელიც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთოდის დასკვნა, რომლის მიმართაც ქონდით უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჩვენ ოპოზიციონერებს, მეხუთე კოლონას, გარეთა აქტორებს და საერთოდ გადაუარეს და ბულინგის ესეთი ხარისხი ისტორიას, ევროპულ ისტორიას არ მოსწრებია. იყო ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება. იყო დამკვირვებლების განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა აღარ დონეზე. აქედან გამომდინარე გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორც ეკადრება განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს და ჩავატაროთ პირველი არჩევნები.
6 თვით ქალაქში ბრძოლა სხვა მუნიციპალიტეტებში ბოიკოტი საერთო კანდიდატები და თბილისში სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანება ეს არის ალეკო ელისაშვილის განცხადებით იდეალური სცენარი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუმცა როგორც კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ტევ პირველის ეთერში განაცხადა მზად არიან კომპრომისისთვის და მისაღებია მხოლოდ თბილისისთვის ბრძოლაც მისი თქმით აუცილებელია ბრძოლის სტრატეგიაზე ფიქრი პარალელურად პოლიტიკურ სპექტრში ისევ კრიტიკის თემა ლელოს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილს კოლეგების რადიკალურად შეცვლილი განცხადებები არ უყვირთ, თუმცა ამბობენ, რომ თავისი ნაბიჯებით ლელო ერთიანობის იდეას აზარალებს. საარჩევნო მარათონისთვის ემზადება გიორგი გახარიას პარტიაც, სადაც ამბობენ, რომ ახლა მერობის ნეიტრალური კანდიდატის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და იმედი აქვთ, რომ ამ საკითხზე ლელოსთანაც თანამშრომლებენ. არჩევნებში მონაწილეობა ასევე უკვე რამდენიმე თვე გაცხადებული აქვს პარტია გირჩსაც, რაც შეეხება ხელისუფლებას მათ ოპოზიციაში დაპირისპირება არ უყვირთ და მათგან არც კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ ელოდებიან. ხოცუს თემაში მონაწილეობა და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ხოცების საქმის კეთება, გამართლების მათი ლეგიტიმაციის მცდელობა, ხოლო ბრძოლა არის ბოიკოტი, არ თანამშრომლობა, ბოიკოტი არ არის პასიური პოზიცია, მათ დემაგოგიურად აქვთ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ეს და ვცდილობენ თქვენ რომ აი ჩვენ არ ვიცით მაშინ რა უნდა ვაკეთოთ ბოიკოტის დროს უნდა სახლებში დავსხდეთ და ზაფხულში ცივილური მივთვა და მეტი არაფერი არ ვაკეთოთ ეს უბრალოდ ძალიან სამარცხვინო დემაგოგიური განცხადებაა ლელო ძლიერმა საქართველოს გააკეთა ყველაფერი ერთობისთვის და ერთიანობისთვის ყველაფერი გავაკეთეთ ძალისხმევის გაერთიანებისთვის მაგრამ იქ სადაც ვერ ხერხდება ძალისხმევის გაერთიანება ჩვენ ადრეს ვცემთ ყველა პოლიტიკური სუბიექტის ბრძოლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. მიგვაჩნია, რომ ბრძოლაში შესვლა არის აუცილებელი, თვითმმართველობის არჩევნები უნდა იქნეს გამოყენებული ასევე ბრძოლის ცალკე ინსტრუმენტთან, რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტთან ერთად. ნაცების სხვადასხვა განშტოების და დაჯგუფების მხრიდან ეს ეგრეთ წოდებული ბულინგს რო ეძახიან, ანუ რაღაც ეს ნიშნის მოგებითი საუბარი და ზეწოლის მცდელობებს ხედავთ. რატო უფრო მეტად ალბათ იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ნაცების სხვადასხვა განშტოებებმა რომ მათი აზრით ჩვენთვის არასდროს არაფერს არ ნიშნავდა 7-8 თვის წინ ჰქონდა ეს ჩვენი იდეა ქალბატონი ზურაბიშვილის თბილისის მერობის კანდიდატად და წარდგენის იდეა მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ახლა მისი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა ლელოსთან ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა. მე ამათ უყურებ როგორც ოჯახში ჩხუბი რომ მიდის ხოლმე ცოლ-ქმარი ჩხუბობს და ცოლ-ქმარი ჩხუბობს ეს ყარი ხება სხვა ოჯახებს. იმიტომ ჩვენ არაფერი საერთო ამ 4-5-95 გაერთიანებასთან არ გვაქვს. თვითონ ჯერ კიდე წინა არჩევნების წინ ამბობდნენ რომ ვისაც გინდა მიეცი ხმა 4 პარტიადან ერთი მივართო და მე ბუნებრივად მათ ინტერესები გაიყო და ერთმანეთს ლანძღავენ. მაგრამ ჩვენ რადგან არასდროს არ ვიყავით ამ გაერთიანების ნაწილი არც არასდროს ქონდა პრეტენზია სრული ყოფილიყავით ჩვენ არ ქონდა ეს ყველაფერი არ გვეხება. ეს არის ნაციონალური მოძრაობის კარის თამაშები. ცდილობენ სხვადასხვა ფლანგის წარმომადგენლები, რომ მეტი გავლენა მოიპოვონ ამ ერთიან ნაციონალურ ფლანგზე, ასე ვთქვათ. ზოგი რადიკალურ ამორჩევაზე მუშაობს, ზოგი კონსტრუქციულ ამორჩევაზე მუშაობს, მაგრამ საერთო ჯამში ერთ მიზანს ემსახურებიან. მიტინგზე გამოსვლაც კი მათთვის არის საბოლოო ჯამში ნეგატიური საარჩევნო შედეგების მომტანი. ამიტომ მათ ურჩევიათ, რომ გვერდზე გადგნენ დროებით და მოჩვენებითად კონკრეტულად ტაქტიკურად ამ კონკრეტული არჩევნებისთვის და არჩევნების შემდგომ ისევ ლეგოსავით აეწყონ და ისევ ერთ საქმეს ემსახურებიან. თქოს, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არსებობს, არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არის კიდე ცალკე პარტიები, რომელთაც აქვს რაღაცა შუაშისტური პოლიტიკური მიმართულება და ისინი არ არიან ასოცირებულნი აი ამ სადისტურ ტირანულ კრიმინალურ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა, მათი პატრონების აზრით საზოგადოების შეხედულებებს მკაფიოდ გამიჯნავს არჩევნების დროს და მოხდება უკვე რეფერენდუმის პირობებში რადიკალური ოპოზიციის გადაჯგუფება იმ პარტიებზე, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ქართული ხალხის ასე ვთქვათ პოლიტიკური აზროვნება ბევრად უფრო ღრმა, ბევრად უფრო მომცველია და ანალიტიკურია, ვიდრე აი სადაც უუნარო მცდელობები
პოლიციამ არასრულწლოვანს მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ერთ-ერთმა დაკავებულმა არასრულწლოვანმა ასევე არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანა თბილისში ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც მას სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ. შსს ინფორმაციით ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაკავებულებმა არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე ცივი იარაღი სხეულში სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური, ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახავი ქმედების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს. სამართალდამცავებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ბრალდებულთა პირადი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები, ნივთმტკიცება დამოიღეს. პროკურატორმა არასრულწლოვანის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9-ვე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოსავლებით და დამნაშავე პირების პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. რაც შეეხება 9 პირის დაკავებას, ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანზე, რომლემაც დანის გამოყენებით სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა დაზიანება, რის შემდეგაც ღირსების შემლახველი ინფორმაცია მობილური ტელეფონით გადაიღეს. მომხდარის შესახებ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, რის შემდეგაც ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედებები და 9 პირი იქნა დაკავებული. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირის ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებული ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით, ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ეგრეთ წოდებული ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. სამართალდამცავებმა ეგრეთ წოდებული დაჯგუფების ლიდერი და დანაშაულში მონაწილე 8 პირი დააკავეს. მდგომარეობით ბავშვი იმყოფება ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოდან გამოსული, არ არის საავადმყოფოში, თუმცა იყო, არაფერი არ შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი პრეტენზია და ელოდება სახელმწიფოსგან დიაგირებას. დედას ვისაუბრდა, ოჯახი ძალიან განსხვავებია, ეგ ხო უნდა შეთავაზება. საქართველოს პრეზიდენტმა მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ იყოს საბაბებზე საუბარი, თითქოს არ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პოლიტიკოსების სურვილის შემთხვევაში მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა, ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობები. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავილაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით დაადასტურა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოიცემა შეწყალების აქტი. ზუსტად ის მიდის პროცესები, როგორც ჩვენ საუბრობდით, არის ცდელობა, რომ ქართველი ამორჩეველი შეცდომაში შეიყვანონ იმ მხრივ, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ ეს არის ცდელობა გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული და ზუსტად ეს ორი პარტია ლელო და გახარია, ხედავთ, გახარია დღესაც კი საზღვარგარეთ არის და იქ იღებს შესაბამის მითითებებს. ამ მითითებების განხორციელება, რომ ამორჩეველს მოაჩვენონ თითქოს ნაციონალური მოძრაობა არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, სინამდვილეში ეს არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება
და ეს მცდელობა არის ახლა ასე ჩვენ ხედავთ. პრეზიდენტის თავაზება და ოპოზიციის უარი რასამსახურებო როგორ თქვა არის ეს უარი განპირობებული რომ ახლა დამარცხების ეშინე და პატრიოტი ეს ზოგადად როგორც შეაფასებთ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას რომელიც შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს რომლებიც არჩევნებში მან მის განცხადებაში იყო არგუმენტაცია მოყვანილი ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხედავთ რომ უკვე დაწყებული არის თავდასხმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ხედავთ რომ არის ცდილობა რომ ჩაშალონ მათ შორის უცხოური დაფინანსების მცდელობები იყო რომ დაეფინანსებინა მაგალითად ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზაციები რომელსაც პირდაპირ თავის მიზნად აქვს გამოცხადებული არჩევნების ჩაშლა და სწორედ იმისთვის რომ სპეკულაციები არ იყოს პრეზიდენტის განმარტებით მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შემდეგ რომ არ იყოს რაღაც საბაბებზე საუბარი რომ თითქოს არ ქონდათ შესაბამისი შესაძლებლობა რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ თუ კი აქვთ სურვილი მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა. რაც შეეხება არჩევნებს კიდევ ერთხელ ხედავთ რომ მცდელობებია რომ ჩაიშალოს ეს არჩევნები თქვი რომ იყო მცდელობა ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან დაეფინანსებინა ორგანიზაციები რომელსაც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვს რომ ჩაშალონ არჩევნებში ასევე არის ორგანიზაციები რომლებიც აი ამ დღეებში ხედავდით რომ თქვათ მათ განცხადებებს საბოტაჟთან დაკავშირებით გულისხმობ საერთაშორისო გამჭვირვალობას გულისხმობ ნინო ლომჯარიას NGO-ს, საფარს, ბაია პატარაის NGO-ს, რომელიც პირდაპირ ეს დღეები საჯაროდ აცხადებენ რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს არჩევნების და შეგახსენებთ რომ ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოსგან. ასე რომ ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს რომლებიც მიზანით გაცხადებული აქვს მიზანი რომ ჩაშალონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს სკანდალი იქნებოდა რომ ამას არ იყოს შეჩვეული ქართული საზოგადოება რომ ევროკავშირის საელჩოდან ფინანსდებიან ადამიანები და ორგანიზაციები რომლებიც სიძულვილის პროპაგანდის გავრცელებასთან ერთად ახლა უკვე კონკრეტულად კონცენტრირებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე და ამაზე ჩვენ უნდა ღია და ხმამაღლა ვისაუბროთ რომ ის NGO-ები რომლებიც დღეს ცდილობენ უკვე აქედან ჩანს და აცხადებენ რომ უნდა ჩაშალონ არჩევნები ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოს. იმისათვის რომ ნებოსთვის არ დაერწყათ ესე ვთქვათ რას ნიშნავს მათი ეს განცხადება? ხო ეს აღიარება არის გუშინანა წითლისგან მოვისმინეთ ეს აღიარება რაზეც ჩვენ საუბრობდით რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე შავი ფული იხარჯება და იხარჯება გარედან ლეგიტიმაციით და მხარდაჭერით ეს შავი ფული პირდაპირ ეს არის ფაქტი რაც განაცხადა ანა წითლიძემ და მედია უნდა დაინტერესდეს და დეტალები გაარკვიოს პირდაპირ დაადასტურა რომ მამუკა ხაზარაძეს მხრიდან ხდება მოსყიდვა პოლიტიკოსების და სხვადასხვა პარტიების ფულით მოსყიდვა, ასევე მისი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით მოსყიდვა. ამაზე არაერთხელ გვსმენია ჩვენ სხვა პარტიებისგან, რომ მამუკა ხაზარაძე და თავისი TV პირველით აშანტაჟებს პოლიტიკოსებს და იქიდან გამომდინარე, რამდენად ლოიალურები იქნება მის მიმართ, იმის და მიხედვით ან ნეგატიურად აშუქებს მას TV პირველი პროპაგანდისტული მედია, ან პოზიტიურად აშუქებს TV პირველი პროპაგანდისტული მედია. ამაზე უყურეთ პარტია გირჩი ამას აღწევს გირჩი პარტია კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია რომელიც რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არის გასაგებია კიდევაც ხო ხა ანტიქართულ კამპანიაში ჩართვა დისკომფორტი უნდა იყოს წესით ნებისმიერი მოქალაქისთვის და ამას ჩანს რომ აკეთებენ ფულის სანაცვლოდ რომელსაც მამუკა ხაზარაძე რომელსაც ხედავთ რომ მათ შორის თაღლითობისთვის მჯავრდებული ადამიანი რომელსაც მილიარდ ნახევრის წართფება უნდა და ქართული ხალხისთვის ბიუჯეტიდან და ბოლოს მოუწია 9 მილიონის ჯარიმის გადახდა ბიუჯეტში და ხდება პოლიტიკური კორუფცია, მოსყიდვა
ადამიანების მათ შორის თავად ლელოში ხომ არიან ზოგიერთი ადამიანი რომელიც ასე ვთქვათ გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით და ესეც ჩანს რომ ამის უკან დგას ფინანსური ინტერესები რომელსაც როგორც ანა წითლიძე ამბობს ასე ჩემოდნებით დაატარებს თურმე შავფულს მამუკა ხაზარაძე რათა მოისყიდოს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ამ თემაზე და განცხადება, სადაც ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავაზობს, რომ მომართეთ შეწყალების თხოვნით და მე შეგიწყალებთ თქვენ იმ შემთხვევაში, თუ კი აქვე დასძერთ რომ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მინდა გითხრათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილზეც გავრცელდება თუ არა ეს წერილი და მიშა ყაველაშვილის ეს მზაობა, თუ კი სააკაშვილი ითხოვს შეწყალებას იმ პირობით, რომ მისი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ვიცით რომ მიშა სააკაშვილი უშუალოდ ვერ ჩაერთვება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული საკითხი, თუ მიშა სააკაშვილი ითქვის შემიწყალე და ჩემი პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მასზეც გავრცელდება შეწყალება? არა, თავადაც ვქვით რომ უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება რა თქმა უნდა არ მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, რასაც მისი პოლიტიკური ელიტა დღეს როგორც მტრობს ქართულ ხალხს, უკრაინას ეს ცოდვაც ეყოფა უკრაინის პოლიტიკურ ელიტას, რომ ახლა მისი მოქალაქე აქ არჩევნებში ჩართული იყოს, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებულია. რაც შეეხება მის პარტიას, რაც შეეხება განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა მონაწილეობის მიღება თუ არ უნდა წინ არის ყველაფერი არანაირი კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არის. კიდევ ერთხელ მიხეილ პრეზიდენტი, იმიტომ რომ პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი, ადრესატი არის საფუძველი, რატომ არის საერთოდ შეთავაზება გაკეთებული, იმისთვის რომ ხედავთ, რომ არის ცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, რომ მოხდეს საბოტაჟი არჩევნების, ხედავთ, რომ ლელომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შემდეგ რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი თითქოს არ ქონდა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება, ლიდერებს არ ქონდათ ამის შესაძლებლობა, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ, სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის შეიწყალოს ისინი, რომ კონდეთ სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე, მას არათუ ჩართვის, საერთოდ ჩვენ არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ საერთოდ ჩარევა